დასასრული, რატომ რჩება სიცარიელე? ბევრი ელოდება ახალ წელს როგორც ჯადოსნურ ზღვარს, მაგრამ როგორც კი ფეიერვერკი ჩაქრება და სუფრა აილაგება, დგება მძიმე, ნაცრისფერი დილა. რატომ იპყრობს ადამიანებს უცნაური სევდა და სიცარიელე? ერთი, მოტყუებული მოლოდინი ადამიანის სული მარადიულობისთვისაა შექმნილი და მას ვერანაირი მიწიერი სანახაობა ვერ დააკმაყოფილებს. როდესაც ადამიანი სასწაულს კალენდარულ თარიღს თხოვს და არ აღმერთს, ის ყოველთვის იმედგაცრუებული რჩება. ყოველი, ვინც ამ წყალს სვამს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე. იოანე 4:1-3. ვორი, ბოროტის საჩუქარი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბოროტი ძალა ადამიანებს თავაზობს ბრჭყვიალა ილუზიას. ის აჩვევს მათ, რომ სიხარული გარეგნულ ეფექტებშია, საჩუქრები ჭამა თრობა. მაგრამ ეს სიხარული ნასესხებია და მას მერე ყოველთვის მოჰყვება სულიერი გადაწვა და შფოთი. 3. სად არის გამოსავალი? ნამდვილი დღესასწაული მაშინ იწყება, როცა ადამიანი ამბობს, მე აღარ მინდა ილუზია, მე მინდა სიმართლე. ქრისტიანისთვის ყოველი დღე არის უფალთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჩვენ არ ველოდებით 1 იანვარს, რომ ცხოვრება შევცვალოთ. ჩვენ ყოველ წამს შეგვიძლია ვიყოთ ახალი ქმნილება ქრისტეში. ამიტომ ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა, ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია. 2 კორინთელთა 5:1-7. მიმართვა მკითხველს. ნუ მისცემ უფლებას ამ მასობრივ ჰიპნოზს, რომ დაგაჯეროს თითქოს შენი ბედნიერება ამ ღამის გატარებაზეა დამოკიდებული. თუ სუფრასთან შფოთი და ჩხუბი მოგდევს, ეს ღვთისგან არ არის. თუ მეორე დღეს სიცარიელეს გრძნობ, ეს ნიშნავს, რომ ცარიელ ჭას ეწვიე. გაიღვიძე. ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ იესოშია, რომელიც არასოდეს ტოვებს სიცარიელის შეგრძნებას.